მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემა ის არის, რომ რა ურთიერთობები გველოდება ამერიკასთან. ხო, ამერიკას ელჩიც არ აყავს საქართველოს მიმართ, პრინციპში ჯერ არ ვიცით რა პოლიტიკას გაატარებს, მაგრამ ეს იქნება ძალიან მძიმე ქართული ოცნების მთავრობისთვის, იმიტომ რომ ამერიკა ისეთი აღარ იქნება, რომ გეკითხებოდა, რომ რა გინდა, რაში დაგეხმარო, რამდენი ფული გინდა, მორჩა ეს ეპოქა, ყოველ შემთხვევაში ტრამპის ანამ იქნება ხელისუფლებაში, ეგეთი რამ არ იქნება, ეს იქნება ძალიან მომთხოვნი პოლიტიკა და ეს იქნება, თქვათ, ამერიკის ინტერესების მხარდაჭერის ღია მოთხოვნა და დირექტივა ამერიკისგან, აი სუვერენიტეტი და ეს აღარ გავა, ანუ აი ხა ამას იცით როგორ ვამბობ, რომ ეს აბსოლუტურად ცვლის ყველაფერს, ხო? ანუ ეს იქნება რაღაცა აი პირობებით და ტრანზაქციული პოლიტიკა ამერიკის რა. ესე იგი შეიძლება აქ აქცენტი დემოკრატიაზე არ იყოს, მაგრამ იქ რაზეც იქნება აქცენტი, ის მაინც რაღაცა იძულების წესით, შეიძლება რაღაც დემოკრატიულ პროცესებს თუ არა, რაღაცა ტიპის ანგარიშვალდებულების ტალღაზე დააბრუნოს ქართული ოცნება, იმიტომ რომ ეს სხვა პოლიტიკა იქნება რა, რასაც ამერიკა გააკეთებს. საქართველოს ერთმნიშვნელოვნად ინტერესი აღარ არის, მთავარი ტრამპის ადმინისტრაციის ინტერესი არის ეს ანგეზური და ტრიპი თავისთავად, ეს გზა, ამიტომ ის მოსთხოვს საქართველოს გააკეთოს ყველაფერი, რითაც მხარს დაუჭერს აი ამ კონკრეტულად ამ პროექტს. საქართველოს მოემსახუროს ტრიპის პროექტს.